მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ SEO-ზე. ზოგადად რა არის SEO, რა შეგვჭირდება და როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი რანკინგები სხვადასხვა საძიებო სისტემებში ხელოვნური ინტელექტის, ამ შემთხვევაში უნიკალურად Claude Code-ის დახმარებით. რა არის SEO? SEO ნიშნავს Search Engine Optimizations. ეს საქმიანობა და ამ საქმიანობის ხალხი იღებენ თქვენ ვებსაიტს, აუმჯობესებენ მათ იმისთვის, რომ Google-ში და სხვა საძიებო სისტემებში გამოჩნდნენ უფრო მაღლა. ბოლო პერიოდში ასევე SEO-ს გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც არის Geo. ეს არის ხელოვნურ ინტელექტში, რომ გამოჩნდეს თქვენი ბიზნესი, მაგალითად ChatGPT-ში ან Claude-ში, რომ გამოჩნდეს თქვენი ბიზნესი, მუშაობს Geo ამ მიმართულებით. თუმცა ამ ეტაპზე მაინც ასე თუ ისე დიდი პროცენტით ყველა AI ხელსაწყო, როგორც Claude, ისე ChatGPT, Gemini დამოკიდებული არის ვებსაიტებზე. შესაბამისად, როდესაც მას შეკითხვას დავუსვავთ, ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი მიდის ინტერნეტში, Google-ში, ეძებს ინფორმაციას, ამ ინფორმაციის მიხედვით კი გიბრუნებთ თქვენ პასუხებს. ამ შემთხვევაში, რაც უფრო კარგი SEO გვექნება, მით უფრო მაღლა დავირანკებით, შესაბამისად, უფრო დიდი შანსია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენი ბიზნესი ურჩიოს ვინმეს. ამ შემთხვევაში ეს SEO და Geo უნდა წარმოვიდგინოთ რაღაც ერთობლიობად, არ არის საკმარის, რომ მხოლოდ ერთი ვაკეთოთ, უკვე უნდა ვაკეთოთ ორივე. თუმცა დღევანდელ ვიდეოში ვიმუშავებთ ჩემი ვებსაიტის SEO-ზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ვისე რაღაცები გაკეთებული მაქვს, მაინც გავუშვებთ Claude-ის ერთ-ერთ SEO skills. ეს skills ზოგადია, შეგიძლიათ Codex-ითაც გავუშვათ ან Gemini-ის CLI-ით, თუმცა Claude Code-ს გამოვიყენებ მე ამ შემთხვევაში, ნახოთ რა შედეგებს დაგვიბრუნებს და ასევე დავამატებთ ვებსაიტის Google Analytics-ას, ამაზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ დამატებით. დავიწყოთ. ესე გამოიყურება ეს Claude-ის SEO skill-ი. ყოველთვის უფრთხილდით, როდესაც GitHub-დან რაღაცას იწერთ, იმიტომ რომ ძალიან გახშირებული არის მსგავს AI skill-ებში და მსგავს ხელსაწყოებში, ზოგადად open source სისტემებში რაღაც malware-ის ჩაყოლება და ყოველთვის იყავით ძალიან ფრთხილად. ამ შემთხვევაში ეს რეპოზიტორია ასე თუ ისე სანდოა, როგორც გადავხედე და ასევე საკმაოდ ბევრმა ადამიანმა გამოიყენა უკვე და ჩემმა მეგობარმა მირჩია, მანაც გამოიყენა და შესაბამისად ამ ეტაპზე ვთვლი, რომ უსაფრთხოა. შესაბამისად, ლინკს ხედავთ, შეგიძლიათ თქვენც გავუშვათ თქვენი ვებსაიტისთვის. ჩამოვიტან ჩემთან ლოკალურად ამ რეპოზიტორიას. Git-ის კომანდებს გამოვიყენებთ. ეხლა ვამატებ იგივე folder-ში, ანუ რეპოზიტორიაში, დირექტორიაში, სადაც ჩემი ვებსაიტი მაქვს, ამ SEO skills. თუ სწორად მახსოვს, მე მგონი Claude-ის desktop აპლიკაციიდან შეიძლება ამის გაშვება, თუმცა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ წესი შესაძლებელი უნდა იყოს. დაველოდები, როდის ჩამოიტანს. ყველას, ვისაც GitHub-თან დიდად შეხება არ გაქვთ, თითქმის ყველას ღია open source რეპოზიტორიას უწერია ქვემოთ ინფორმაცია, რას აკეთებს ეს რეპოზიტორია, როგორ დავსტარტოთ, როგორი არქიტექტურით მუშაობს და ასე შემდეგ, ასე რომ შეგიძლიათ პირდაპირ აქედანვე გადაიკითხოთ რა როგორ მუშაობს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია იგივე საქმე Claude-ს გავაკეთებინოთ და Claude-ს ეწოდინება ეს ყველაფერი. Claude-ის SEO skill-ი სრულად გვაქვს უკვე ლოკალურად ჩვენთან კომპიუტერზე. ეხლა კი დავსწრაფ Claude-ი. პირველ რიგში ვუთხრათ, რომ გადახედოს Claude SEO-ს და ის ამას plan mode-ში გავაკეთებ. ასევე ვინც არ იცით, შეგიძლიათ პირდაპირ screenshot-ები, ნებისმიერ ტიპის ფაილი ჩაუგდოთ Claude Code-ს, ანუ
მეც თავიდან დავიწყე გამოყენება, არ ვიცოდი ეს ყველაფერი და შემდეგ მეგობარი აკეთებდა ამას, დავინახე და გავოცდი და მივხვდი მე უკვე რომ ბევრად უფრო მარტივად შეიძლება რაღაცების კოდში გაკეთება. არც რთული ხელსაწყო არ არის. vibe coding-ის კურსში სრულად დავფარავთ კოდის გამოყენებას და ასევე დამატებით რა ინსტრუმენტების მართვა შეგვიძლია კოდით. ამასაც ამ ნაწილზეც ვისაუბრებთ vibe coding-ის კურსში. გავუშვებ ახლა მე ამ კომანდს, დაველოდოთ და შემდეგ უკვე დაგიბრუნდებით, როდესაც მივალ იმ ეტაპამდე, რომ რაღაც ჩვენი ვებსაიტის SEO აუდიტი ჩავატაროთ. ოდმა გადახედა ამ ფოლდერში არსებულ სკილებს და სკრიპტებს. მივხვდეთ თვითონ რაც ხდება და ახლა მეკითხება, მინდა თუ არა დავინსტალირო დეპენდენციები, რაც გვაქვს და ასევე გავუშვას თუ არა ჩემს ვებსაიტზე. ამას მონიშნა, რომ ზუსტად ამის გაკეთება მინდა, ანუ იმის მაგივრად, რომ GitHub-ის რეპოზიტორიის დოკუმენტაციას გადავხედოთ, კლოდს გადავახედეთ პირდაპირ ამ რეპოზიტორიის შიგთავსზე, ავტომატურად მიხვდა თვითონ რისი გაკეთება შეეძლო ამ სკრიპტების და სკილების საშუალებით და თვითონ გააკეთებს და შეასრულებს ახლა ამ ყველაფერს. კოდი გვეკითხება ლოკალზე გაშვებული და დასტარტული ვებსაიტი გვინდა რომ შევამოწმოთ თუ საბოლოო რაც უკვე ანუ production-ზე არის, ამ შემთხვევაში production-ის links გავუშვებ, რადგან admin-დან შეიძლება რაღაც იყოს დამატებული. გავუშვებ სრულ SEO audits, ეს ზუსტად ის კომანდებია, რომლებიც აქ წერია. შესაბამისად ამ შემთხვევაში გავუშვებ სრულ audits. აქ ავირჩევ რომ პირდაპირ წამოვიღოს ინფორმაცია GitHub-დან და დროებით მექნება ეს ინფორმაცია კომპიუტერზე. და ეხლა დაველოდები, ვნახოთ აუდიტის შედეგები როგორი იქნება და დაგიბრუნდებით უკვე შემდგომში. მანამდე კი მოკლედ გაჩვენებთ რას ნიშნავს GEO. GEO არის Generative Engine Optimization, ანუ SEO თუ არის საძიებო სისტემებში ოპტიმიზაცია, GEO არის მსგავს LLM-ებში, ანუ ამ შემთხვევაში ChatGPT მაქვს გახსნილი ძებნის ოპტიმიზაცია. თუმცა ესეთი LLM-ებიც დღესდღეობით ინფორმაციას ეძებენ online, ანუ ძირითადად Google-ში და სხვადასხვა საძიებო სისტემებში, შესაბამისად, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მქონდეს კარგი SEO-ც და GEO-ც. კითხავ, ვინ ასწავლის კლოდს საქართველოში? როგორც ხედავთ, ეძებს online და პირველივე აგდებს ჩემს კურსებს. ასევე აგდებს სხვა კურსებსაც. ანუ ჩემი SEO შეიძლება არ ჯობნიდეს ამ აკადემიების SEO-ს, თუმცა ზუსტად იმ keyword-ზე, კლოდზე და საქართველოზე, ანუ კლოდის კურსებზე, რომ დავსერჩოთ Google-ში, პირველს აგდებს ჩემს ვებსაიტს, იმიტომ რომ ჩემი მართულება არის კონკრეტულად კლოდის მიმართულება. შესაბამისად, სხვა აკადემიებს ეს მიმართულებები, ასე კლოდის მიმართულება უბრალოდ განვითარებული არ აქვს. ანუ ყველას აქვს ასე თუ ისე ზოგადი, უბრალოდ კლოდსაც ახსენებენ. თუმცა პირდაპირ ჩემს ვებსაიტზე წერია კლოდის კურსები, ან ისწავლე კლოდი. აქედან გამომდინარე, ამიტომ ვარ პირველი Google-შიც და შესაბამისად პირველი ChatGPT ამიტომ აბრუნებს ჩემს კურსს. თუმცა ზოგადად თუ ისეთ ნიშაში ვარ, სადაც ბევრი სხვა კონკურენტი ყავს, ეს GEO-ს ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანია. იქნა გამომდინარე, რომ აქ ბევრი კონკურენტი იქნება და ChatGPT ყველა კონკურენტს, ყველა კომპანიას არ დააბრუნებს, დააბრუნებს მხოლოდ რამოდენიმეს, როგორც ხედავთ აქ. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პროდუქტი და ჩვენი ბიზნესი იყოს იმ რამოდენიმე კომპანიას შორის, რომელსაც სხვადასხვა AI მოიძიებს და პოტენციურ მომხმარებელს აჩვენებს ჩვენ ბიზნესს. კლოდმა დაასრულა მუშაობა და შექმნა ახალი ფოლდერი, აუდიტის ფოლდერი. აქ გვაქვს ორი markdown ფაილი. პირველი არის თვითონ აუდიტი, რა გააკეთა და ანუ რა შედეგები მიიღო. საკმაოდ დიდი ფაილია და ასევე რაც მთავარია, დაწერა
action plan-ი, ანუ გეგმა, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავაკეთოთ. როგორც ხედავთ, მაგით არ მაქვს robots.txt დამატებული, ასევე არ მაქვს sitemap-ი დამატებული, URL-ები და ასე შემდეგ. ასე რომ საკმაოდ კარგი შედეგი დააბრუნა, ჩემი აზრით. ყველაზე მაგარი, რაც ამ ყველაფერში არის ის, რომ Claude Code შემიძლია მივცე ეს action plan-ი, ანუ გეგმა და Claude შეასრულებს ამ ყველაფერს, გააკეთებს, დაამატებს ვებსაიტზე და შემდეგ უკვე ფაქტიურად ჩვენი SEO-ს ნაწილი მოგვარდება. აქ ასევე GEO-ს ნაწილიც არის. შესაბამისად, ჩვენი ვებსაიტი უფრო მაღლა დაირანკება როგორც Google-ში, ასევე სხვა საძიებო სისტემებში და წესით უფრო მეტად უნდა მოხდეს სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტების მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოჩენა მის პასუხებში. რაც შეეხება Google Analytics-ს, დაყენებული მქონდა ვებსაიტზე და რატომღაც წავშალე, ანუ არ ვიცი რატო წავშალე, თუმცა კარგია გაჩვენებთ რა პროცესია დაახლოებით. Google Analytics SEO-ზე არ მოქმედებს, ანუ არანაირი მნიშვნელობა არ არის, არანაირი განსხვავებას არ ქმნის, ასე ვთქვათ. თუმცა Google Analytics-ს ვიყენებთ ანალიტიკისთვის. რამდენი ადამიანი შემოვიდა ჩვენს ვებსაიტზე, რომელ გვერდებზე გადავიდა და ასე შემდეგ. დავაკოპირებ ახლა მე ინსტრუქციებს. შეგიძლიათ თქვენი ბიზნესი დაამატოთ Google-ში და Claude Code-ის დახმარებით ძალიან მარტივად შეძლებთ ამ ყველაფრის გაკეთებას. აქ ჩავსვავ იმ ტაგს, რომელიც Google-მა მომცა და ვეთქვი Claude-ს, რომ დაამატოს ეს Google tag-ი ჩემს ვებსაიტზე. Claude Code გავუში უკვე დაამატებს Google tags ჩემ ვებსაიტზე, შემდეგ ვებსაიტს განვაახლებ და Google-იც დაინახავს უკვე ამ Google tags და შესაბამისად მე დავინახა უკვე Analytics-ს, რა ხდება ჩემს ვებსაიტზე. კიდევ ერთხელ რომ გავიაროთ, რა გავაკეთეთ დღევანდელ ვიდეოში. SEO სააგენტოები ამ საქმეში ითხოვენ რამოდენიმე 1000 ლარს ყოველთვიურად. თუ გაქვთ პატარა ან საშუალო ბიზნესი, იმის მაგივრად რომ გადაუხადოთ SEO სააგენტოს ყოველთვიურად ამხელა თანხა, შეგიძლიათ იყიდოთ Claude subscription-ი და ეს ყველაფერი გააკეთოთ თქვენით. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით და ხშირ შემთხვევაში SEO სააგენტო ოდნავ უფრო უკეთეს შედეგს დადებს, რადგან SEO არ არის მხოლოდ on-page ოპტიმიზაცია, ანუ არ არის მხოლოდ ჩვენი ვებსაიტის ოპტიმიზაცია, თუმცა SEO-ს 80% ჩემი აზრით არის ზუსტად ვებსაიტის ოპტიმიზაცია, რადგან საბოლოო ჯამში ხელოვნური ინტელექტიც და Google-იც და სხვა საძიებო სისტემებიც ზუსტად თქვენს ვებსაიტს უყურებს. ამიტომაც შეიძინეთ Claude-ის $20 subscription-ი, ჩაატარეთ თქვენი ვებსაიტის SEO აუდიტი, Claude Code-ის დახმარებით გამოასწორეთ ის შეცდომები, რაც თქვენ ვებსაიტზე გამოჩნდება, დაზოგეთ 500, 1000, რამოდენიმე 1000 ლარი ყოველთვიურად, მიიღებთ უკეთესი შედეგები და უფრო მეტი გაყიდვა თქვენს ვებსაიტზე. მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, წარმატებები.